ბოლო წლებში დანერგილი პრაქტიკის მსგავსად წელს 1 იანვრიდან საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები ისევ 10%-ით გაიზარდა, კერძოდ 2025 წელს თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია $1.6 მილიარდი გამოყოფილი თანხის ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია $1.350 მილიარდი და აღნიშნულ თანხაში გათვალისწინებულია პოლიციელთა ხელფასების 10%-იანი მატება, ასევე მიმდინარე წლის პროექტით საბაზო თანამდებობრივი სარგო 2024 წელთან შედარებით იზრდება 10%-ით და განისაზღვრა $1460 ოდენობით, რაც უზრუნველყოფს საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდას ასევე 10%-ის ფარგლებში. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე რა მოლოდინები არსებობს ბიზნეს სექტორში ხელფასების ზრდის და არა მხოლოდ ზოგადად განვითარების ნაწილში, დეტალებზე სასაუბროთ CEMScale-ის კომერციალიზაციისა და გლობალური კავშირების დირექტორი დავით არჩვაძე გვეტყვის, რომელიც სტუდიაში გვერდება დილომშვიდობისა ბატონ დავით, მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში როგორი იქნება ასახვა მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, რაც წინა წლის ბოლოს დაიწყო, რა ასახვა იქნება ამ ყველაფერს კერძო სექტორზე უკვე 2025-ში? კი ბატონო, ძალიან რთული წელი გვექნება, დარწმუნებული ვარ. უკვე ბევრმა ჩვენ პარტნიორმა და ისეთმა მეგობრებმა, რომელიც ჩვენს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასე ვთქვათ, პატრონობდა, უკვე გამოაცხადა, რომ მათ შეაჩერეს დაფინანსება და როდესაც ამ დროს ხდება საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი გადანაწილება, რაც ცალსახარი ხელფასების ასეთი მასშტაბით ზრდა, ეს ასევე იქნება სიგნალი ბიზნესისთვისაც, რომ ისინი ვეღარ გაუწევენ კონკურენციას საჯარო სექტორს, თუნდაც ანაზღაურების კუთხით. ამ სიტუაციაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვები, რასაც უნდა ვსვავდეთ, როგორც ჩვენ, ასევე მთავრობა, რამდენად მიზანშეწონილია ხელფასების ზრდა იმ სიტუაციაში, როდესაც ამდენი პრობლემა არის, ამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი შეჩერდა და ამ შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტების გამო პირდაპირ უცხოური ინვესტიციებიც შეჩერდება. ხელფასების ზრდა ცალსახად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების დამაგრებას შეიძლება ემსახურებოდეს და მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის თითოეული ყოველი გასამრჯელო გადაიხდება რაღაცის სანაცვლოდ. რას ვიღებთ ჩვენ წელს საჯარო სექტორისგან ისეთს, რამაც გამოიწვია პირობითად 100%-იანი ზრდა ანაზღაურების 2020 წელთან შედარებით. რას გააკეთებს საჯარო სექტორი 100%-ით მეტს, ვიდრე აკეთებდა 2020 წელს. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში 100%-იანი ზრდა თუ გაქვთ? მაშინდელი სახელმწიფო ბიუჯეტი იყო დაახლოებით $1.5 მილიარდი და ეხლა მხოლოდ ცენტრალური მთავრობის არის 3.6-მდე, რასაც თუ დავამატებთ ადგილობრივ თვითმმართველობებს და იქ დასაქმებულ ადამიანებს, დაახლოებით $4 მილიარდამდეც ავდივართ უკვე ამ ნაწილში. შესაბამისად, კატასტროფული სხვაობა არის და არ აქვს ჩვენს ქვეყანას დღესდღეობით იმის ფუფუნება, რომ ეს სახსრები, რომელიც შეიძლება მიმართული ყოფილიყო იგივე ქრონიკული დაავადებების პრევენციის პროგრამებში, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაში, ვინაიდან ვიცით, რომ ძალიან ბევრგან არ არის თუნდაც ელემენტარული საჭიროებები დაკმაყოფილებული და ასე შემდეგ. აქ მთავარი ამბავი იყო ის არ არის იგით თანამშრომლობის და დაბალი რგოლის მენეჯერებზე იმ მნიშვნელოვანი ზრდა, რომ შემთხვევაში საკმაოდ დაბალია 100%-იანი ამატება, არამედ უფრო მაღალ საფეხურებზე მყოფი თანამდებობის პირების, რომლის ხელფასები რამდენჯერმე გაიზარდა და მნიშვნელოვნად გაიზარდა, ესეც რომ აყურებლისთვის არ იყოს დამოკიდებული, რომ შემთხვევაში საუბარი არ არის უბრალოდ რიგით საჯარო მოსამსახურეზე, რომელიც თავის საქმეს ეწევა. რა თქმა უნდა, საჯარო სამსახური უნდა იყოს პრესტიჟული და ანაზღაურებაც უნდა იყოს შესაბამისი, საჯარო სექტორს უნდა შეეძლოს, რომ კონკურენცია გაუწიოს კერძო სექტორს კვალიფიციური კადრების მოზიდვის კუთხით, თუმცა ეს გამართლებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, რომ მცირდებოდეს ბიუროკრატია და არ იზრდებოდეს. გასულ წელს დაახლოებით 115,000 საჯარო მოხელე ყავდა, წლევანდელ გეგმაში იზრდება დაახლოებით 117,000-მდე. ჯერ არ ვიცით ეხლა ეს ზრდა კონკრეტულ რომელ სექტორებს შეეხება და მიზანი რა არის, რომ ამდენი
ამდენი ადამიანი დაემატოს კიდევ საჯარო სექტორს, ჩვენ რა თქმა უნდა არანაირი პრობლემა არ გვაქვს იმასთან, რომ ინფლაციაზე იყოს ხელფასების ზრდა მიბმული. თუმცა, როდესაც ხედავთ ასეთ კატასტროფულ სხვაობას იგივე პენსიასა და პარლამენტარის ხელფასს შორის, როგორც ზრდა, ისევე ნომინალი, ასევე რიგითი საჯარო მოხელეებისათვის ცალსახად უნდა გაიზარდოს ხელფასი იმ შემთხვევაში, თუ მცირდება ბიუროკრატია. რა ხდება კერძო სექტორში ამ რეალობაში, რითაც დავიწყეთ საუბარი, როგორი იყო ზოგადად გადანაწილება ხელფასებს შორის კერძო სექტორი როგორ უწევდა კონკურენციას, იმიტომ რომ საკადრო დეფიციტი და ამ ნაწილში პროფესიონალი კადრების არსებობა ძალიან პრობლემურია და ბოლო წლებში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო ბიზნესისთვის. დღეს რა რეალობა იქმნება კერძო სექტორშიც, მათ შორის გაზრდილი საჯარო სექტორში ანაზღაურების კუთხით, რა კონკურენციას ქმნის ეს ყველაფერი ბაზარზე და რა შეიძლება სერვისის კუთხით ან გაუმჯობესდეს ან გაუარესდეს. კი ბატონო, როგორც მახსოვს, როდესაც დაანონსდა ეს ყოველწლიური 10%-იანი ზრდა საჯარო სექტორში ხელფასების, მაშინვე იყო ნათქვამი, რომ საჯარო სექტორის ხელფასი უნდა ყოფილიყო მინიმუმ უნდა გატოლებოდა 2026 წლისთვის მინიმუმ 90%-ს იგივე პოზიციის კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანისთვის. ეს ახლა დღევანდელი მოცემულობით, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიას, იგივე სამშენებლო ინდუსტრიას, მათთვის იქნება ძალიან რთული, რომ შეინარჩუნონ კვალიფიციური კადრები, თუ გამოჩნდა მაღალანაზღაურებადი სამსახური საჯარო სექტორში და გარდა ამისა, ალბათ ყველაზე უპრიანი იქნებოდა ამ დამატებითი სახსრების იქითკენ მიმართვა, რომ ნელ-ნელა მიდიოდეს ქვეყანა საჯარო სექტორის შემცირებისკენ, ბიზნეს მივცეთ რაიმე კონკრეტული ინსენტივები, რომ საჯარო სექტორიდან ეს ხო არ მოხდება საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების რაღაცა ერთ დღეში უბრალოდ გამოშვება და ქუჩაში დაუსაქმებელი ამდენი ადამიანის დატოვება. ეს შეუძლებელია და არც უნდა მოხდეს. საჯარო სექტორს უნდა ჰქონდეს საგადასახადო შეღავათები, რომ მათ გადაამზადონ საჯარო სექტორში ამჟამად დასაქმებული ადამიანები, რომელსაც შემდეგ თვითონ წაიყვანენ თავიანთან. იგივე მსხვილი ბიზნესი, რომელიც შეიძლება რომ საქართველოში მოდიოდეს, მათთვისაც უნდა ყალიბდებოდეს რაიმე კონკრეტული პროგრამა და გეგმა, როგორ მოხდება საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების ტრანსფერება მათკენ და ასე შემდეგ. თქვენ ახსენებთ ჰორეკა სექტორი, რომელმაც გასული წლის ბოლოს გართულებული მდგომარეობიდან გამომდინარე უკვე დაანონსა ხელფასების შემცირება, მათ შორის იყო რიგი დაწესებულებებისა და 20%-იანი კლებაც იყო წლის ბოლო თვეს და სიტუაციურად მოქმედებენ იმის მიხედვით, როგორი იქნება ვითარება. ჩვენთან მომსახურების სექტორი საკმაოდ არ იყო მაინდა-მაინც მოწოდების სიმაღლეზე თუ გადავხედავთ ბოლო წლების ვითარებას, ემიგრაციას, კოვიდიდან დაწყებულ პრობლემებს. ეს ყველაფერი რა გავლენის მომხდენი შეიძლება იყოს ჯამში ბიზნესისთვის, არაკვალიფიციური კადრების გადინება, იმიტომ რომ შემცირებული ხელფასები ცხადია, რომ პრობლემები შეექმნებათ მათაც და ეს ყველაფერი ჯამში ბიზნესზე, მომსახურების სექტორზე რა გავლენას იქონიებს საბოლოო ჯამში, რა იქნება ამ ყველაფრის ასახვა და გაქვთ თუ არა მოლოდინები, თუ გაქვთ რაიმე ანალიზი მათ შორის გაკეთებული, აქვს თუ არა ბიზნეს დღეს შესაძლებლობა რომ გაზარდოს წელს ხელფასები და რაღაცნაირად უფრო კონკურენტული იყოს მათ შორის საჯარო სექტორთან. ძალიან გამიკვირდება პირველ რიგში თუ რომელიმე გამონაკლის ბიზნესების გარდა რომელიმე შეძლებს ხარჯების ისეთ ოპტიმიზაციას, რომ ხელფასები გაზარდოს შტატში. მათთვის ძალიან დიდი პრობლემა ცალსახად იქნება კადრების გადინება, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, რისი ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასე არ მოხდება. და ალბათ ერთ-ერთი ძალიან ისეთი ინდიკატორი შეიძლება იყოს, რომ მაშინ, როდესაც ჩერდება ჰორეკა ბიზნესი, რომელიც ალბათ ერთ-ერთი დრაივერი იყო ქართული ეკონომიკის, როდესაც ძალიან იკლებს და დაახლოებით 20%-იანი კლება არის უკვე უძრავი ქონების გაყიდვა, გაქირავებაშიც და ასე შემდეგ. მაშინ, როდესაც ქვეყანაში ძალიან გაურკვეველი ვითარება არის და უცხოელი ინვესტორები მაქსიმალური სიფრთხილით ეკიდებიან ჩვენთან შემოსვლას თუ დამატებითი ინვესტიციების გაკეთებას, ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დააყენებს თითოეულ ბიზნესს და არათუ ხელფასის გადახდის, ხელფასის მომატების საშუალება ექნება, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს მოუწევს კადრების შემცირებაც. და ეს ყველაფერი რას გამოიწვევს? დღეს გაზრდილი ბიუჯეტი, იგივე სახელფასო ბიუჯეტი, მომავალი წლისთვის შევსების ნაწილში გვექნება ძალიან დიდი გარღვევა. თუ ამდენი ბიზნესი გაგვიჩერდა და ეკონომიკა შენელდა, რა თქმა უნდა, მომავალი წლისთვის
ის დაპირებული 10%-იანი ზრდაც, რომელიც 2022 წლიდან მოყვება ეს პროგრამა, ალბათ ისიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. უცხო ქვეყნის და უცხოელების შრომის ბაზარზე შემოსვლა დაწყებული იყო ეს პროცესი წინა წლებში. ამ ნაწილში როგორი მოლოდინები გაქვთ და ესეც რა ტიპის კონკურენცია შექმნის ადგილობრივი მომხმარებლისთვის და ადგილობრივი შრომის ბაზარზე? ადგილობრივი ბიზნესებისთვის როგორც მაშინ ახლაც საფრთხე არის, თუმცა ეს ჩვეულებრივი პროცესი არის, მაგრამ უნდა გქონდეს ბიზნეს საშუალება, რომ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში შეძლოს იგივე უცხოელ დამსაქმებელთან კონკურენცია. ჩვენთან ბოლო წლებში ძალიან აქტიურად შემოდიოდა, ასე ვთქვათ, IT support ბიზნესი, რომლებიც ემსახურებოდნენ სხვა ქვეყნებს აქედან. თუმცა ასევე ისეთ საინტერესო ტენდენცია იყო, რომ მათ მოყვებოდნენ დასაქმებულებიც სხვა ქვეყნებიდან. ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა საქართველოში და ვერ ვიტყვით, რომ ამან ქართველ დასაქმებულებზე დიდი გავლენა მოახდინა. მათ უწევდა ზუსტად იგივე კონკურენციის გავლა, რაც შეიძლება პირობითად დისტანციურად რომ ემუშავოთ რომელიმე სხვა ქვეყანაში. ახლა მგონია რომ ისევ და ისევ ძალიან გაუჭირდება უცხოურ ბიზნესს იმ გადაწყვეტილების მიღება რომ წამოვიდეს საქართველოში, გადმოიტანოს მნიშვნელოვანი ნაწილი თავისი ბიზნესის, რაც ასევე მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის ეკონომიკისათვის. ადგილობრივი ბიზნესისთვის რამდენად ხელსაყრელია დღეს რაიმე ახალი ინვესტიციების განხორციელება, ბიზნესის გაფართოება, წარმოების ზრდა და ასე შემდეგ ამ ნაწილში რა შეიძლება 2025-ში ელოდეს კეთილ? შეიძლება მოლოდინებზე გავაკეთოთ აქცენტი. ამ არეული სიტუაციის გამო ალბათ უფრო მარტივი არის რაიმე კონკრეტული ინვესტიციის გაკეთება. იაფად შეიძლება პირობითად ანუ გაცილებით უფრო ნაკლები თანხა არის საჭირო ამ არეულობაში ვიდრე იქნებოდა რაღაც წინა წლებში. თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღება იქნება ძალიან რთული, ვინაიდან არ ვიცით რა საინტერესო კანონი შეიძლება წამოგვეწიოს ამასობაში და როგორ შეიძლება გაგვირთულდეს ცხოვრება, როგორც ჩვენ ასევე ბიზნესი. მადლობა ბატონ დავით თქვენი დროისთვის და პასუხებისთვის. დავით არჩვაძეს უსმენდით, STEM-Scale-ის კომერციალიზაციის და გლობალური კავშირების დირექტორი პასუხობდა საქმიანი დილის კითხვებს.